Ერთად სტუდიაში გიანოდია ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი. ბატონო, მინდა რომ ვისაუბროთ ალიანსკაზე, მაგრამ ყველა შემთხვევაში ბატონო ის მაგზეც უნდა გითხოთ, დარწმუნებული ვარ თქვენს გენდომებად, რომ თქვათ რამდენიმე სიტყვა და შემდგომ გადავიდეთ ამ გლობალურ საკითხებს. ხო, ბატონო რისმაგი არ ყოფილა ჩემი მასწავლებელი, მაგრამ ვიცნობდი მას, ასე ვთქვათ, და ხდებოდი სხვადასხვა გარემოში, რა თქმა უნდა, ის იყო განსაკუთრებული ადამიანი. ძალიან ნათელი გონების ადამიანი, გამოირჩეოდა თავის თაობაში. მე ვერ შევაფასებ, ასე ვთქვათ, მის წვლილს, საკუთრივ აი კლასიკურ ფილოლოგიაში და ბერძნულ ფილოლოგიაში და შემდეგ, მაგრამ ცხადია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი წავიდა თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. კი ბატონო, მოდით ახლა გადავიდეთ ამ ალიანსკის შეხვედრასთან დაკავშირებით ვისაუბროთ, საერთოდ მთელი მსოფლიოს ყურადღება არის მიმყრობილი. ბოლო დროს დონალდ ტრამპის ტრაექტორია სულ უფრო მეტად რუსეთის ეწოლისკენ იყო მიმართული. მეორე მხრივ ვიცით, რომ რუსები მხოლოდ ტერიტორიების გაცვლის მიტაცებით არიან დაინტერესებულები ახლა და უკრაინის აღმოსავლეთის ან დაპყრობის პრაქტიკულად დაკანონება უნდათ. სად შეიძლება არსებობდეს აქ შეთანხმების სივრცე, ხო? გასაგებია რომ არსებობს ყოველთვის არსებობს რაღაც პირადი შეხვედრის დროს რაღაცა სივრცე, რამაც შეიძლება შემოატრიალოს ყველაფერი, მაგრამ არსებობს მოცემულობები და მკაცრი მოცემულობები, რომელთა შეცვლაც რთული წარმოსადგენია. ხო, თავისთავად ეს შეხვედრა, გარკვეულად სახიფათო შეხვედრაა და ბევრს აქვს ეს განცდა, რომ აი ტრამპის დატოვება მარტო პუტინთან სახიფათოა. იმიტომ რომ რა იცი იქ რა მოხდება და შეიძლება პუტინმა რაღაცნაირად მიუხედავად იმ ტრაექტორიისა, რაც თქვენ თქვით, რომ უფრო მკაცრი ხდება ტრამპი პუტინის მიმართ და იქ რაღაცაში მოატყუოს, ასე ვთქვათ, პუტინმა. როგორც ჩანს ეს შიში ევროპელებსაც ჰქონდათ და ამიტომ იყო ეს შეხვედრები წინასწარ შემზადება და ტრამპისგან რაღაც სიტყვის ჩამორთმევა თითქოს, რომ ის პუტინს არაფერს არ დაუთმობს უკრაინის მაგივრად, ასე ვთქვათ, ხო, ეს ასე რომ იმედი მაქვს ამ შეხვედრაზე ისეთი ცუდი არაფერი არ მოხდება, მოკლედ. მე მგონი ამ თავარი ეს არის, ხო, თავისთავად შეხვედრა პუტინის და ტრამპის, თვითონ ეს ფაქტი, ეს არის ერთგვარად პუტინის მიმართ დათმობა პრაქტიკულად, ხო, ეს თავისთავად პუტინის გამარჯვებაა ერთგვარად დიპლომატიური ხუში, რომ ტრამპს ხვდება. და როგორც ჩანს თვითონ ისიც ასე უყურებს ამას. მაგრამ საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ამ დონეზე შეხვედრით თუ რაღაცნაირად კონფლიქტი უნდა გადაწყდეს. ცხადია რომ სამწუხაროდ სამართლიანი გადაწყვეტა ამ კონფლიქტის არ არის რეალისტური, ანუ სამართლიანი გადაწყვეტა იქნებოდა რომ უკრაინა დაბრუნებოდა რაღაც 2013 წლის საზღვრებს, ხო? არ აქვს უკრაინას ცალკე და არც დასავლეთს კოლექტიურად რაღაც იმის რესურსი, რომ სამხედრო რესურსი და დასავლეთს ნება, მოდი ამ შემთხვევაში. ნებაც და ხო, ძალიან ძლიერი ნება უნდა იყოს, ხო, ანუ ამ იმ განლაგებაში რაც გვაქვს, ასე ვთქვათ, იმ პოლიტიკური ნების ფარგლებში ამის რესურსი არ არსებობს, რომ აი სამხედრო გზით დაათმობინონ პუტინს ის ტერიტორიები, რომელიც მან მოიპოვა 2014 წლიდან მოყოლებული. ამიტომ უკრაინას მოუწევს, რა თქმა უნდა, რაღაც დანაკარგებთან, სერიოზულ დანაკარგებთან შეგუება, ასე რომ საუბარი არის მხოლოდ იმიტომ, რომ ნაკლებად უსამართლო მშვიდობა იქნას მიღწეული. ცალკე დიდ როლს თამაშობს პუტინის დიდი მადა. იმიტომ რომ ფაქტია რომ ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინა მზად იყო დათმობისათვის, გარკვეულწილად უსამართლო დათმობისათვის, უსამართლო რეალობისთვისაც მშვიდობის ხარჯზე, ხო? და არსებობდა საკმაოდ დიდი სივრცე, რაც ტრამპმა შექმნა პუტინისათვის, რომ ასე მოქმედა. თუმცა სიხარბე არის ალბათ ის, რამაც ამ შემთხვევაში შეიძლება დიდი როლი ითამაშოს. სიხარბე ამ შემთხვევაში არის არა მარტო ის, რომ აი რაღაც მეტი ტერიტორია უნდა მართლა და ზაპოროჟიე უნდა და ხერსონი დაიკავოს მთლიანად და ასე შემდეგ, არამედ მას ტრამპის ფენომენმა, ტრამპის ხასიათმა გაუხსნა ერთგვარად მადა ის, რომ თავიდან ტრამპმა ძალიან კარგი პირობები შესთავაზა ფაქტობრივად, რაღაცნაირად ეთყობა ილუზიები შეუქმნა, რომ აი ამას მეტის მიღწევა შეიძლება. ახლა იმედი მაქვს, რომ ეს ილუზიები ცოტა შეუსუსტა და შეეკვეცა. ასე რომ აქ თავარი ის კი არ არის ახლა რაღაც რამდენიმე ასეული კვადრატული კილომეტრი ტერიტორია აქეთ იქნება თუ იქეთ იქნება, არამედ აი
რუსეთი გამოჩნდეს გამარჯვებული, გამოჩნდეს ძლიერი და თვითონ საკუთარ საზოგადოებაში და საკუთარ ელიტაში პუტინი არ გამოჩნდეს სუსტი. ამიტომ მისი ეს განცხადებები, რომ იმას ეს გვინდა, ეს გვინდა, ის გვინდა, ეს რა თქმა უნდა გარკვეულად ბლეფია. როგორც ჩვეულებრივ არის წინა სამოლაპარაკებო ბლეფი, რომ აი ჩვენ რაღაც ძალიან ბევრს ვითხოვთ და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ამოხდება და რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს მართლა ამის თქმა ძალიან ძნელია. საერთოდ იქნება თუ არა გადაწყვეტილება მიღებული მალე, ასე ვთქვათ, ამ უახლოეს თვეებში თუ კიდევ გაიწელება ომი და იქით წელს გადავა, ამის თქმაც არ შეიძლება. ყველაზე ისეთი ბუნებრივი გადაწყვეტა, რაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე ასეთ შემთხვევებში, სხვა შემთხვევების გამოცდილებიდან, რომ შეჩერდეს ომი, შეჩერდეს ცეცხლი იმ ხაზზე, რა ხაზით უკავიათ ორივე მხარეს, ხო? გაიყინოს ეს ვითარება. პუტინი ითხოვდა იმ ტერიტორიებს დათმობას, რომელიც ჯერ დაპყრობილი არ ქონდა. ხო, ცხადია, ხო, ამიტომ აი ამ მოთხოვნამ სწორედაც რომ გაამკაცრა ამერიკელების ტონი მათმა, იმიტომ რომ ეს ჩაითვალა რაღაც აბსურდულ, არაადეკვატურობა. აბსურდული და არაადეკვატური მოთხოვნა, მაგრამ შეიძლება ეს იყოს სწორედ ისეთი მოლაპარაკების პოზიცია. გასაგებია, ალბათ პუტინსაც ესმის, არ ვიცი ახლა მისი მენტალური მდგომარეობა როგორია, რომ ეს არ გამოვა. მაგრამ რაღაცნაირად აი ის თulis რომ ასე უნდა ილაპარაკოს ამ ეტაპზე. ანუ რეალისტური მგონია შედარებით სხვა ვარიანტებთან, იმიტომ რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ შედარებით უფრო რეალისტური ვარიანტი არის ის, რომ გაიყინოს სამხედრო დაპირისპირება იმ ხაზზე, რომელიც ახლა უკავიათ მხარეებს და ხშირ შემთხვევაში ეს ასე ვთქვათ, გაყინვის ხაზი მე მრავალი წლით ასე ვთქვათ ხდება რეალური, ასე ვთქვათ, გამიჯვნის ხაზად. მაგრამ თავარი და თქვენი წინასწარმოებიც ამაზე საუბრობდა, არის არამხოლოდ ის, რომ საკუთრივ სადგავაა ეს გამყოფი ხაზი. გასაგებია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე გავა და უკრაინა თავის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებს ვერ აღიდგენს ყოველშვაში ამ ეტაპზე, მაგრამ თავარია აი უსაფრთხოების გარანტიები. ანუ ძელვადიანი მშვიდობა და ეს არანაკლებ აღელვებს პუტინს, ასე ვთქვათ, ხო, იმიტომ რომ მას მისი პუტინისთვის, როგორც თქვი, რაღაც გარკვეული ტერიტორიების გარდა, მნიშვნელოვანია, რომ ამ ომში გამოჩნდეს გამარჯვებული რაღაც ყოველშვაში შეძლოს იმის ილუზიის შექმნა, რომ გამარჯვებულია, ასე რომ თუ მან წაართვა უკრაინას რაღაც ტერიტორია, არ ვიცი, რა ვთქვათ 20% თუ რამდენიც არის ის, რაც შეიძლება რომ დარჩეს რუსეთს ამ ეტაპზე, მაგრამ თუ უკრაინა გახდა ძლიერი სახელმწიფო და ევროპის ნაწილი, ასე ვთქვათ, ნატოს ნაწილი, ევროკავშირის ნაწილი, ხო, მაშინ ეს იქნება პუტინის პოლიტიკური მარცხი. და ეს ამის პრევენცია არის მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე სუვერენიზაცია, რაც იყო თავდაპირველი ამოცანა, გამოცხადებული ამოცანა, ხო? რომ უკრაინა აღარ უნდა ყოფილიყო სრულყოფილი სახელმწიფო, ის უნდა ყოფილიყო კვაზი სახელმწიფო, დამოკიდებული სახელმწიფო. ამას ვერ მიაღწევს, მაგრამ შეიძლება იმას ფიქრობდეს, რომ აი ფინლანდიზაცია მოხდეს, რომ კი სახელმწიფო იყოს, მაგრამ აი შეზღუდული საგარეო საქმეებში შეზღუდული სუვერენიტეტით, რაღაც ნეიტრალიტეტის სტატუსით, რაღაც აი ეს უნდა პუტინს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ უნდა უკრაინას, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს მისი იმ დე ფაქტო საზღვრებში, რომელშიც ის იქნება მისი უსაფრთხოების გარანტიები. ამიტომ აი ამაზე ჩემი აზრით, აი პუტინის მხრიდან და მეორე მხრიდან ჭიდაობა ამაზე მიდის. იმიტომ რომ ის თავისთავად რომ აი რაღაცნაირად ტერიტორია უნდა გაიყოს და რაღაცა ნაწილი რუსეთს დარჩება, სამწუხაროდ ეს გარდოვალი. ხო, და ეს ტერიტორია იქნება ბუნებრივია ფრონტის ხაზის გასწვრივ. იქით ან აქეთ გარკვეული წონასწორობით, მაგრამ პლუს მინუს რამდენიმე კილომეტრი შეიძლება. კონცეფციაზეა მომავალი უკრაინა როგორი უნდა იყოს. თავარი ეს არის, ძირითადი ეს არის, რა თქმა უნდა. და ამ მოლაპარაკებებზეც ალბათ ეს იქნება ძირითადი ჩემი. თუმცა ევროპელებისგან ძალიან მტკიცე პოზიცია ერთობლივი განცხადება მოვისმინეთ, რომლის ხელმომწერები არიან მათ შორის ნატოს წევრები, მათ შორის თურქეთიც, აი სპეციფიკურად გამოსაყოფი არის და არა მარტო თურქეთი, ხო, არის დიდმა ბრიტანეთმა გამოაქვეყნა უკრაინა, თურქეთი, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ევროკავშირი და ნატოს წევრი ქვეყნები. და აქ საუბარი იყო ძალიან მნიშვნელოვანი აქტიური როლი, ანუ აქ საუბარი რაზე იყო ბოდიში?
რომ შეზღუდვა არ უნდა დაუწესდეს უკრაინას შეერაღებულ ძალებს და რომ მათ მესამე ქვეყნებთან ითანამშრომლონ, ან სხვაგან სადმე გაწევრიანდნენ, ხო? აი სწორედ ეს არის ფინლანდიზაციის მოდელის დაუშვებლობა, რაც წითელ ხაზად გაივლო უკვე ევროპელების მხრიდან. ამ შემთხვევაში თქვენ როგორც უსმენთ ტრამპის რიტორიკას, აქვს მას არის თუ არა მისთვის მნიშვნელოვანი, რომ აი ეს მომენტუმი რაც ახლა არის, რომ მის უკან დგას ევროპა და უკრაინაც, რომ შეინარჩუნოს და სწორედ ეს პოზიცია დაიცვას მოლაპარაკებებს. ეს უკვე ნამტაერთული საკითხია, გასაგები რომ ტრამპისთვის პრიორიტეტი არის, რომ მიაღწიოს წარმატებას, რომ იყოს დილ და ამას რაღაცნაირად ტრამპის სახელი დაერქვას და დანარჩენი უკვე გარემოებებზეა დამოკიდებული. ცხადია ის, რომ ძალით, მხოლოდ მისი ნებით, ან მხოლოდ თუნდაც მისი და პუტინის ნებით, ეს სამომავლო მშვიდობის და უსაფრთხოების ფორმულა ვერ შეიქმნება. თვითონ უკრაინის და ევროპელების გარეშე ეს ფორმულა ვერ შეიქმნება. ასე რომ, კი, ტრამპი შეიძლება შეეცადოს რაღაც შედარებით ცუდი ვარიანტის თავისზე მოხვევას უკრაინისთვის და ევროპელებისთვის, რომ ოღონდ მშვიდობა გამოცხადდეს და ეს რაღაც ქულა ჩაეწეროს, რომ აი ტრამპმა ომი გააჩერა, მაგრამ მე არ ამგონია, რომ უკრაინაც და ევროპელებიც დათანხმდნენ ისეთ გადაწყვეტას საკითხის, რომელიც იქნება უკრაინისთვის არა მხოლოდ ტერიტორიის დაკარგვა, რაც სამწუხაროდ გარდუვალია, არამედ უკრაინის როგორც სახელმწიფოებრიობის საფუძვლის ფუნდამენტური დასუსტება. ხო, ერთი რასაც ის ვერ მოერია და პუტინის თავდაპირველი ამოცანა სწორედ ეს იყო, სწორედ ეს ვერ შეგძლო. პირიქით, ეს უკვე გამოიწვია. ეფექტი გამოიწვია, ხო? ადგილზე. პირიქით, აი რაღაც გავშალოთ, აზერბაიჯანი დაკარგა, სომხეთი დაკარგა, ფინეთი და შვედეთი გახდა ნატოს წევრი, ხო? ანუ გაიუარეს სტრატეგიული უკრაინა დაკარგა, უკრაინები დაკარგა ძალიან მნიშვნელოვნად და ასე რომ და ეს ესმის პუტინს, ანუ მასაც უნდა რომ სუსტი არ გამოჩნდეს, მაგრამ ნუ ობიექტური რეალობა არის ის რაც არის და უნდა შეეგუოს. ხო, აი რადგან ახსენეთ სომხეთი და აზერბაიჯანი, ამაზე მინდა გითხოთ, თქვენ გრძელი პოსტიც გქონდათ ამასთან დაკავშირებით, სადაც წერდით, რომ მალეო ფაშინიანის შეთანხმება უფრო ზუსტად რო თქვა სომხეთ-აზერბაიჯანის ხო ეს იმ გაგებით რომ ახლა ისტორიული შეთანხმება არის ობიექტურად უკეთეს მდგომარეობაში აყენებსო საქართველოს. აი რომ გავმარტოთ რაშია ეს სარგებელი, იმიტომ რომ ბევრმა დაინახა შიში, იმიტომ რომ ჩვენ ხო რაღაცნაირად ესე გამოვიდა რომ მილზე ჩამოკიდებული ქვეყანა ვართ. ყოველ შემთხვევაში კონცეფციურად ეს არის ბოლო დროს ერთადერთი რასაც ვამბობთ ჩვენი მნიშვნელობა. ბევრი ადამიანი ასე ხედავს სამწუხაროდ რომ აი ჩვენთვის სოფლიო ჩვენი ადგილი და რეგიონშია ჩვენი ადგილი რომ ვიყო დერეფანი. რომ ეს არის ქვეყანა დერეფანი, ჩვენ ვართ ქვეყანა დერეფანი და აი ამ დერეფნობაში შეგვეცილა ზანგეზური, ასე ვთქვათ. ანუ ახალი დერეფანი გაიხსნა და აი რა გვეშველება და ნუ კი წმინდა ვიწრო კომერციული თვალსაზრისით ესეც არის და მნიშვნელობა აქვს რაღაც სატრანზიტო შემოსავლებს და ასე შემდეგ, მაგრამ არა ვართ ჩვენ მარტო დერეფანი და მეტი ვართ. შეიძლება პრინციპში აი ეს ხედვა საქართველოს როგორც დერეფანი, ნუ უფრო ახლოს იყოს ბიზნა ივანიშვილის ხედვასთან წინამძღოლებში, იმიტომ რომ ნუ მას დერეფნებს არ სწხოვენ სასამართლოებს არჩევნებს და დემოკრატიას. ზოგადად მისი ხედვა ხო ისაა, რომ საქართველოს რა თავისთვის უნდა იყოს კუთხეში, ჩუმად, არაფერში არ უნდა ერეოდეს, მაგრამ მისი კოზირი, მისი გასაყიდი საქონელი არის მისი სივრცე, უბრალოდ რომ აი დაუთმოს სივრცე საშუალო დერეფანს და ასე შემდეგ, რაღაც გზებს და ამით რაღაც გამოსტყუოს დათმობები იმავე დასავლეთს. ხო, დასავლეთთან უნდა ივაჭროს სწორედ შენი დერეფნობით. ხო და ამით მოაგვარებ დაალაგებ დასავლეთთან ურთიერთობას. ანუ ამის იმედი ქონდა ბიძინა ივანიშვილს, როცა ჩემი აზრით რეალურად პირდებოდა, ანუ რეალურად იმ აზრით, რომ მართლა იმედი ქონდა, რომ შეასრულებდა აი ამ დასავლეთთან დაალაგების გეგმას. და ახლა ეს დერეფნის ყოზირი, ნუ შეუსუსტდა ყოველ შემთხვევაში. მაგრამ თუ ჩვენ გვეღირსა, ასე ვთქვათ, ხელისუფლება, რომელიც ეროვნულ ინტერესებზე ფიქრობს და არა ერთი ადამიანის ხელისუფლების შენარჩუნებაზე, როგორც ახლა. ხო, რა თქმა უნდა, ეს გვიხსნის ჩვენ მეტ შესაძლებლობას, რომ ჩვენი ძირითადი პრობლემა იყო ის, რომ კავკასიას უყურებდნენ როგორც რაღაც კონფლიქტების სფეროს, ასე ვთქვათ, კონფლიქტების რეგიონს და აი
ამიტომ რაღაც აპრიორი ეს რაღაც ნეგატიურ იმის თქმის მთლიანად რეგიონზე და ჩვენც არ გვინდოდა ამ რეგიონთან რეგიონში ყოფნა და მივიწევდით რომ შავი ზღვა ვარ და კავკასია რაშვაშია ხო მაგრამ თუ არსებობს ასე ვთქვათ შვიდობიანი კავკასია და ამ კავკასიაში არ დომინირებს რუსეთი ხო ნუ ეს მთლიანად რეგიონს აქცევს გაცილებით უფრო მომხიბლავად და ამ რეგიონში საქართველოს მაინც აკვანდო სახელმწიფო იქნება. კი აზერბაიჯანი უფრო მდიდარი ქვეყანა იქნება, შეიძლება ნავთობის გამო, მაგრამ ასე ვთქვათ, აი ამ მთლიან რეგიონულ სტრუქტურაში, ასე ვთქვათ, ქვეყნებისა პოლიტიკურად საქართველოს მაინც აკვანდო ქვეყანა იქნება, მაგრამ ნუ გასაგებია რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ამათ მნიშვნელობა არ აქვს, მოკლედ. ამ პირობებში ჩვენ რეგიონშიც იზოლირებულები ვართ.